ლინკოლნ მიჩელი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორია. საქართველოში ყოველ წელს ჩამოდის და აქ მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. ამბობს, რომ ვიზიტის თარიღს რაიმე ნიშნით არ არჩევს და ხვდება ყველას, ვისაც მასთან საუბრის სურვილი აქვს. 2002-2004 წლებში მიჩელი საქართველოს ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში მუშაობდა. მისი ინტერესთა სფერო ამჟამად ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებია, განსაკუთრებით კი საქართველო. არის ავტორი წიგნისა ბუნდოვანი დემოკრატია, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ვარდების რევოლუცია. მის სტატიებს საქართველოს შესახებ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები აქვეყნებენ. ამჟამად წიგნს პოსტსაბჭოთა სივრცის ფერად რევოლუციებზე წერს. ამბობს, რომ თბილისში ჩამოსულს პირველი რაც თვალში მოხვდა, შარშანდილისაგან მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა. საქართველოში ბოლოს გასული წლის ივლისში ვიყავ. მაშინ ქუჩაში ხალხი იდგა, ოპოზიცია აქტიურად მუშაობდა. ახლა კი თითქოს ასეთი დამოკიდებულება გაჩნდა. სადეთ არ გამოვიდა, ახლა რა ვქნათ? ამ პოლიტიკურ ნიჰილიზმს მიჩელი მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობას უკავშირებს. ამბობს, რომ ოპოზიციას ძალა ახლაც აქვს, თუმცა მოქმედებაში შეზღუდულია. ოპოზიციას ნაკლები რესურსი აქვს და ამიტომაც ჩანს სუსტი. პოლიტიკური ოპონენტების მიერ ერთმანეთის ლანძღვა და ისეთი ბრალდებების საყენება, როგორც რუსეთის აგენტობაა, მიუღებელია. ხელისუფლებაზე საუბრისას მიჩელი ვარდების რევოლუციას იხსენებს. სააკაშვილის მთავრობის მიღწევებად მიიჩნევს კორუფციასთან ბრძოლას და განათლების რეფორმას. თუმცა ფიქრობს, რომ გუნდი, რომელმაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი დაძრა, ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ბევრია სამუშაო არჩევნების პროცესის სამართლიან ჩასატარებლად, მედიის თავისუფლების მიმართულებით. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა სრულიად უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ხელისუფლებაში მოსულსაც მთავრობას ჰქონდა განცდა, რომ ყველაფერი სწრაფად უნდა ეკეთებინა. საჭირო იყო ცვლილებები და ცვლილებები, რადგან შედეგს საზოგადოება აუცილებლად მოითხოვდა. ახლა განმარტებებისთვის ხელისუფლებამ გვიან მოიცალა. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის აზრით დადგა დრო, როდესაც საქართველოს მთავრობამ ხალხთან დიალოგს მეტი დრო უნდა დაუთმოს და მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ამ ქვეყანას დამოუკიდებლადაც შეუძლია განვითარება. მიჩელის აზრით საქართველოს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, რომელიც დასავლეთში უფრო და უფრო ხშირად ისმის. ხომ არ გახდება საქართველო მოკავშირეების დახმარებებსა და მხარდაჭერაზე დამოკიდებული?